ვაგრძელებთ მოგზაურობას ინდონეზიაში, ცენტრალურ იავის პროვინციაში. ეს რეგიონი გამორჩეულია მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებით და ჩვენც ერთად ვნახავთ ყველაფერ ამას. ბანდუგიდან მივდივარ ჩემნაგი დანიშნულების ადგილამდე, რომელიც არის იოგიაკარტა, სადაც რამდენიმე დღით გავჩერდებით და საინტერესო ადგილებს მოვინახულებთ. კვლავ ონლაინ შევიძინე ბილეთი და მოვიდით ახლა სადგურზე, გავარკვიეთ ჩვენი ადგილების შესახებ. დაახლოებით 15 წუთში უკვე მოვიდეს ავტობუსი, ჩავბარგდებით და წავალთ ხანგრძლივი მგზავრობით, ვინაიდან დაახლოებით 8 საათი გჭირდება იოგიაკარტაში შესასვლელად. თუმცა გზადაგზა გაჩერებები გვიქნება, რათა დავისვენოთ, წავიხემსოთ და მშვიდობიანად ჩავიდეთ. ნახოთ როგორ გაგრძელდება ჩვენი ეს მგზავრობა. უშინდელი და საშინელი მგზავრობის შემდეგ ჩამოვაქცეთ იოგიაკარტაში. საშინელი, იმიტომ რომ როდესაც ვარჩევდი ავტობუსს, კი ვიცოდი რომ საკმაოდ შორს იყო ეს ქალაქი, მაგრამ მასე შორსაც არ მეგონა მგზავრობის კუთხით. ავარჩიეთ ყველაზე სწრაფი მარშრუტი, რომელსაც 8 საათიდან დასჭირებოდა. თუმცა ბევრად მეტი დასჭირდა, ალბათ 12-13 საათი გამოვიდა ბოლოს. ვეღარ ვითვლით, საკმაოდ დავიღალეთ. ჩამოვიდით, მაშინ გავეშურეთ სასტუმროსკენ, კარგად გამოვიძინეთ და ახლა გამოვიდით ქალაქში, რომ უბრალოდ ქალაქის სიტუაცია შევხედოთ, ვნახოთ რა ხდება და მინდა გითხრათ, რომ უკვე საკმაოდ მომწონს ეს ქალაქი. თორემ რომ ყველა მეგობრული, ყველა გვესალმება, გვთავაზობს რა თქმა უნდა ტურისტულ ადგილების მონახულებას, მაგრამ ისეც მეგობრულები არიან და გვირჩიეს, რომ აი ქუჩაზე გაიარეთ, ეს დაათვალიერეთ, რაც საკმაოდ კარგია. თვითონ იოგიაკარტა იყო რევოლუციურ პერიოდში 1945-49 წლებში, როდესაც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, დედაქალაქი თვითონ ინდონეზიის, ასევე საკმაოდ ბევრი ღირსშესანიშნაობა გარშემო ამ ქალაქის. არის ვულკანები, მღვიმეები, ტაძრები, რასაც რა თქმა უნდა ჩვენ მოვინახულებთ. ამის გამო საკმაოდ ბევრი ტურისტიც სტუმრობს ამ ქალაქს. ჩვენ გარდა არაერთი უცხოელი შევამჩნიეთ უკვე. ამ სანახავი ადგილებიდან გამომდინარე, იოგიაკარტა, იგივე ჯოკიაკარტა არის ინდონეზიაში მეორე პოპულარული ადგილი ბალის შემდეგ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ როდესაც რამდენიმე ადგილობრივმა გკითხა თუ საიდან ვიყავით და ჩვენი პასუხი იყო ჯორჯია, ეგონათ რომ აქ ცხოვრობდით. იმიტომ რომ შემოკლებით იოგიაკარტას, ჯოგიაკარტას ეძახიან ჯოგიას და როდესაც საუბრობდით რომ ჯორჯია, ჯოგია მსგავსება ეგონათ და ჩვენ გვიკვირდა თავიდან რატო ეგონათ რომ აქ ცხოვრობდით, მაგრამ მე ერთმა ადამიანმა აგვიხსნა და მოგეთ ჯორჯიის მსგავს ქალაქში ვართ. უკვე ძალიან მომწონს ეს ქალაქი, თუმცა შემდეგი დღეების განმავლობაში უფრო კარგად გავეცდებით. ეს კი მხოლოდ უბრალოდ ქუჩებში გავისეირნებთ და შევხედავთ თუ რამე საინტერესო აღმოვაჩენთ, მასაც მოვინახულებთ. იოგიაკარტა, იგივე ჯოკიაკარტა არის იოგიაკარტას სპეციალური რეგიონის დედაქალაქი. კუნძულ იავას სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში. ეს არის ინდონეზიის ერთადერთი სამეფო ქალაქი, რომელსაც ჯერ კიდევ მონარქია მართავს. იოგიაკარტა განიხილება როგორც მნიშვნელოვანი კლასიკური იავური სახვითი ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი. დღეისთვის რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის ტაძრის მონახულება გადავწყვიტე. ამ ტაძრებში ტურების შეძენა შეგიძლიათ, როგორც ონლაინ, ისე ქალაქში არსებულ ტურისტულ კომპანიებში. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ტურის სხვანაირად დავგეგმე. გუშინ ტაქსით მგზავრობისას მძღოლმა კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. ვკითხე ტურისტებს თუ ემსახურებოდა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ მოველაპარაკე ფასზე და დღეს ადგილობრივი ბატონი პანჯი მოგვატარებს ამ ადგილებს. მოგზაურობისას ამ ხერხისთვის არაერთხელ მიმართავს და ყოველთვის კმაყოფილი დარჩენილი ვარ. ახლა მოვედით ერთ საინტერესო ადგილას, რომელიც ალბათ ინდონეზიაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოვინახულოთ. ეს არის ბორობოდურის ტაძარი. აქ მოსახვედრად რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროთ. პირველ რიგში ეს არის ბილეთის ონლაინ შეძენა, სადაც არის ორი ვარიანტი.
ჩვენ ამოვარჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც გულისხმობს მთლიანად ტაძრის დათვალიერებას, რომლის ფასიც 455,000 ინდონეზიური რუპიაა და ლარებში უხეშად რომ მიანგარიშოთ დაახლოებით 80 ლარი გამოდის. 1 საათი დაგვჭირდა აქამდე მოსასვლელად, გავიარეთ რამდენიმენაირი შემოწმება, დაგვირიგეს სანდლები, ვინაიდან აქ ფეხსაცმლის შემოსვლა არ შეიძლება, რა თქმა უნდა გამოვიცვალეთ და შემოვედით ტერიტორიაზე. აქვე გითხეს რომ ჩვენ უნდა გავყვეთ გიდს, ეს გვარი პატარ-პატარა ჯგუფები იქნება, რაც გიდი აგვიხსნის ამ ადგილის შესახებ. დიდად არ მყავს ასეთი დათვალიერება, ვინაიდან მირჩენია რომ ჩემით აღმოვაჩინო ხოლმე ეს ადგილი, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება ჩვენი მოვლენები, გავარკვევ რამდენად შეიძლება გიდის გარეშე გადაადგილება. უკვე ტაძრის ტერიტორიაზე ვართ, გარემო უკვე ძალიან კარგია, თუმცა გავაგზავნოთ ჩვენი გზა წინ მიმართულებით და აღმოვაჩინოთ ეს ტაძარი ერთად. მალევე გავარკვიე, რომ შესაძლებელია მთლიან ტერიტორიაზე ჯგუფისგან დამოუკიდებლად გადაადგილება. ასე ბევრად მარტივია, დროშიც არ ხარ შეზღუდული და შენი სურვილისამებრ ათვალიერებ ღირსშესანიშნაობას. ბორობოდურის შესანიშნავი ტაძარი. ინდონეზიურ ენაზე ძველ ტაძრებს ეძახიან კანდი, შესაბამისად ინდონეზიურ ენაზე გამოითქმის როგორც კანდი ბორობოდურ. არავინ ის ზუსტად ვის მიერ არის აშენებული, თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევებით და მეცნიერთა მტკიცებით ეს თო ყოფილიყო მე-9 საუკუნეებში. იმის მიუხედავად რომ ახლა მაღალი სეზონი არ არის, შედარებით ნაკლები ტურისტი უნდა იყოს, ამის მიუხედავად მაინც ძალიან ბევრი დამთვალიერებელია დღეს მოსული და დღეს ვიპოვეთ ესეთი შედარებით მშვიდი ადგილი. ძალიან მიხარია რომ ეს ბილეთი შევიძინეთ, ვინაიდან გვაქვს შესაძლებლობა ახლოდან დავათვალიეროთ ეს ტაძარი და არა სხვა ბილეთის მსგავსად, რომელ ბილეთშიც მხოლოდ გარედან წრის დარტყმა შედის. რაც თავარია, იგრძნობა აქვე აზიური ბუნება, რომელიც ძალიან მიყვარს, პალმები, ტროპიკული ტყეები და რაც თავარია, ვულკანები. ერთგულა მაყურებელმა იცით თუ როგორ მიყვარს კარგი ხედები და შემიძლია გითხრათ რომ ეს ტაძარი არის საუკეთესო ადგილი, საიდანაც მოჩანს არაჩვეულებრივი ხედები ვულკანებზე და მათ შორის ვულკანი მერაბი გამორჩეულია. საკმაოდ ტენიანი ამინდია, ამიტომ ვინც გადაწყვეტ ეს ტაძარი მოინახულოთ, გირჩევთ რომ მაქსიმალურად ადრე მოხვიდეთ, რომ სიცხემ არ შეგაწუხოთ და კარგ პირობებში დაათვალიეროთ. ჩვენ კი გავაგზავნოთ ამ ტაძრის დათვალიერება. ტაძრის ფართობი მნიშვნელოვნად დიდი მასშტაბისაა. ის შედგება ერთმანეთზე ნაგები 6 მართკუთხა და 3 წრიული პლატფორმისგან. ტაძარი შემკულია 2672 რელიეფური პანელით და ბუდას 504 ქანდაკებით. მხოლოდ ეს რიცხვებიც საკმარისია მისი მასშტაბურობის წარმოსაჩინად. არც ისე ცოტა ტაძარში ყოფილვარ, მათ შორის ბუდისტურში, თუმცა ასეთი ბევრი არ მახსენდება პირადად მე. ამდენი ბარელიეფი, საინტერესო ადგილი ყოველ დეტალში. არ ვიცი, ძალიან საინტერესოა და ალბათ კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ აუცილებლად უნდა მოვინახულოთ ინდონეზიაში მოგზაურობისას ეს ტაძარი. და რაც თავი უნდა გაითვალისწინოთ, რომ დრო გქონდეთ დიდი, ვინაიდან დეტალურად დათვალიერებას შეიძლება მთელი დღე დაჭირდეს. ამიტომ ნახევარდღეს თუ მაინც გამოყოფთ, რომ შედარებით კარგად დაათვალიეროთ, კარგი იქნება. ამ ტაძრის ისტორია რაღაცით პერუში მდებარე მაჩუ-პიქჩუს მაგონებს. მის მსგავსად, ბორობოდურის ტაძარიც დიდი ხნის განმავლობაში ჯუნგლებითა და ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. დღემდე გაურკვეველია თუ როგორ ან რა მიზეზით მიატოვეს ეს ტაძარი. მე-19 საუკუნის დასაწყისში ანგლო-ჰოლანდიური ომის დროს ამ ტერიტორიას ბრიტანელები აკონტროლებდნენ. გენერალ-გუბერნატორ თომას რალფსი დაინტერესებული იყო იავის კუნძულის კულტურით და ხშირად მოგზაურობდა სხვადასხვა ადგილზე. ერთ-ერთი ინსპექტირების დროს მას აცნობეს, რომ შუაგულ ჯუნგლებში მონუმენტი აღმოაჩინეს. თავად ვერ შეძლო წასვლა, მაგრამ ჯგუფი გააგზავნა მის გამოსაკვლევად.
2 თვის შემდეგ 200-მა კაცმა გაჩეხა ჯუნგლები, გადაწვა მცენარეები და აქედან იწყება ბორობოდურის ტაძრის მეორე სიცოცხლე. გენერალ გუბერნატორმა რალფსმა დიდი ძალისხმევა ჩადო მის აღსადგენად. ძალიან კარგია რომ ეს ტაძარი დღემდე არსებობს და ჩვენ შეგვიძლია ვიეროთ ამ ტერიტორიაზე და დავთქვეთ არაჩვეულებრივი ბარელიეფებით, კულტურული შედევრებით, არ ვიცი, ენით აღუწერელ სიამოვნებას ვიღებ ახლა. როგორც აღნიშნეთ, გარშემო ვულკანები მდებარეობს და აქვს თავისი დადებითი მხარე, რომ ალამაზებს გარემოს, თუმცა აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც. კერძოდ, ვულკანური ამოფრქვევები. 2010 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაიღვიძა მერაპის ვულკანმა და იქიდან წამოსულმა ვულკანურმა ფერფლმა მთლიანად დაფარა ეს ტერიტორია. როგორც ამბობენ, 2.5 სანტიმეტრზე იყო ეს ფერფლი, როგორც ტაძრის ტერიტორიაზე, ისე მთლიანად გარშემო. შესაბამისად, განადგურების საშიშროების წინაშე იყო როგორც უშუალოდ ეს ტაძარი, ისე გარშემო არსებული ფლორა. აქედან გამომდინარე, იუნესკომ მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური დახმარება გაეწია ტაძრისთვის, რის შედეგად მთლიანად გაწმნდეს როგორც ტაძრის ტერიტორია, ასევე დარგეს ხეები, სხვადასხვა მცენარეები და როგორც ხედავთ, დღეს არაჩვეულებრივი ტაძარია. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ბუდისტური ტაძარი კამბოჯაში მდებარე ანგორ-ვატთან და მიანმარში მდებარე ბაგანის ტაძრებს შორის. ტაძრის ტერიტორიაზე გადაადგილებისას თითქოს დრო ჩერდება, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ საათს უყურო, რომ შემდეგი სანახავი ადგილები არ გამოვტოვოთ და ისინი ისე კარგად დავათვალიეროთ, როგორც ეს ტაძარი. ამიტომ გავაგზავნეთ ჩვენს მოგზაურობას. ტაძარს სტრესს ურტყამთ, კარგად რომ დავათვალიეროთ. შემდეგ კი ზედა სართულზე ავდივართ. ბოლო პლატფორმაზე ასვლისას ცენტრში ვხედავთ მთავარ გუმბათს. მის გარშემო კი მოჩუქურთმებული სტუპებია, რომლებშიც განთავსებულია ფეხმორთმული ბუდას 72 ქანდაკება. ჩვენ აქ მოსვლას ხალხის მცირე ნაკადი დაემთხვა. ისეთი სიმშვიდეს უფევს ადვილი მისახვედრია, თუ რატომ აირჩიეს ეს ადგილი ტაძრის ასაშენებლად. არაერთ ტაძარში ყოფილ ვარ, თუმცა ასეთი სიმშვიდე ბევრგან არ განმიცდია. რამდენიმე წუთი კიდევ დარჩები განსადვირთად. დავათვალიერეთ და ჩამოვედით დაბლა. ველოდით რომ დაგვხვდებოდა ელექტრომანქანა, რომელიც წაგვიყვანდა. თუმცა გითხრეს რომ აქედან ფეხით უნდა ვიაროთ. თუმცა საკმაოდ კარგი ამინდია სასიამოვნო სიოქრის და ფიქრობ ასეთი საინტერესო ადგილის დათვალიერების შემდეგ ფეხით გასეირნება საკმაოდ კარგია. ამიტომ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, ძალიან მომწონს აქ სეირნობა. მცირე მანძილის გავლის შემდეგ მივედით ერთ მოსაცდელ პუნქტთან, საიდანაც ტრანსპორტის წაყვანა შემოგთავაზეს. ჩვენც დავთანხმდით. შემდეგი ტაძრის სანახავად მენდუტისკენ გავეშურებით. იმ გასაოცარი ადგილიდან წამოვედით შემდეგი ტაძრის მოსანახულებლად. თუმცა აქ რომ მოდით ჩვენმა გიდმა მძღოლმა შეიძლება ასეც უწოდოთ. გვირჩია რომ სანამ უშუალოდ ტაძარში შეხვალთ, შეგიძლიათ ბილეთის გარეშე შემოხვიდეთ ესეთ მშვენიერ ადგილას, სადაც ადამიანები ძირითადად ლოცვისთვის შემოდიან, მედიტირებენ, განტვირთვას იწყობენ და ჩვენც პირველ რიგში აქ შემოვედით, სადაც მართლა საოცარი სიმშვიდეა, ბევრი ხალხი არ არის, რაც კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას გვანიჭებს ასეთი ადგილების დასათვალიერებლად. დასთავარია გარშემო ყველგან ხვდებით სხვადასხვა სახის ბუდას, ჩემთვის რაც ასოცირდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ ქვეყნის კულტურასთან, ყველაფერი ფაქტობრივად აქ არის თავმოყრილი და ძალიან მომწონს. ცოტას გავივლით, გავისეირნებთ, უფრო კარგად დავათვალიერებთ და უკვე შემდეგ გადავალთ აქვე ახლოს, სადაც შევიძენთ ბილეთებს და უკვე უშუალოდ ტაძარსაც მოვინახულოთ. როგორც გითხარით, ბაგიდან გადმოვედით ტაძრის ტერიტორიაზე, სადაც ბილეთის ფასი არის 30.000, რაც დაახლოებით 5 და 50 გამოდის ლარებში რომ ვიანგარიშოთ.
ეს ტაძარიც მე-9 საუკუნეს მიეკუთვნება და სწორედ ბორობოდურის ტაძრის პერიოდს მიეკუთვნება. ეს ტაძარიც სამწუხაროდ დაკარგული იყო, თუმცა საუკუნეების შემდეგ მე-19 საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს, დაიწყეს გაწმენდა და მე-20 საუკუნის 20 წლებში უკვე დასრულდა მისი გაწმენდის სამუშაოები და დღემდე შემორჩენილია და გვაქვს შესაძლებლობა კარგად მოვინახულოთ. მართალია ბორობოდურის ტაძრის შემდეგ ძალიან პატარაა, მაგრამ ვფიქრობ მაინც სანახავია. ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება ამ ტაძარს. აქვე ახლოს მდებარეობს მესამე ტაძარიც პავონი და ბორობოდური პავონი და მენდუტის ტაძარი განლაგებულია წრფივ ხაზზე. მეცნიერთა აზრით შესაძლოა ეს მართლა სრულად დამთხევა იყოს, მაგრამ აქვე არის ერთი ხალხური თქმულება, რომლის მიხედვით ამ სამ ტაძარს შორის არსებობდა აგურის გზა, რომლებიც კედლებით იყო ამოყვანილი და ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. და ძალიან საინტერესოა წარმოვიდგინოთ ასეთი განლაგება ამ ტაძრების. აქ დიდხანს არ გავჩერდებით, ხოლო წრეს დავარტყავთ, დავათვალიერებთ. არ ვიცი, შიგნით შესვლა შეიძლება თუ არა, გავარკვევ მაგასაც და თუ შეიძლება და ვნახავთ, რა თქმა უნდა, თქვენს გაგიზიარებთ და გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება შიგნიდან. ამ სამ ტაძარს მსგავსი არქიტექტურა და ორნამენტები აქვთ. ისინი ერთ პერიოდს მიეკუთვნებიან. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ მათ უნდა ჰქონოდათ რიტუალური კავშირი ერთმანეთთან, რომელთა მეშვეობით იქვრებოდა წმინდა ერთობა. ტაძრის აღდგენის შემდეგ რესტავრატორებმა გადაწყვიტეს იმ ახალ ქვებზე, რომლებიც გამოიყენეს მშენებლობისას, სპეციალური ნიშანი დაეტანებინათ. დამთვალიერებელს რომ შესაძლებოდა განესხვავებინა ძველი და ახალი სამშენებლო მასალა. ზოგ ქვას წელიც კი აწერია. ასეთი მიდგომა სხვაგან არსად შემხვედრია. კედლებზე გვხვდება ბუდისტური ღვთაებების ბარელიეფები, როგორიცაა მაიტრეია, კუნდა, ქსიტიკარბა, სამანტაბჰადრა და სხვა. ტაძრის შიდა ნაწილი ხელუხლებელია. ელექტროენერგიაც კი არ არის გაყვანილი და შიგნით შესვლისას სანათია საჭირო მის დასათვალიერებლად, მაგრამ სწორედ ამის გამო ბევრად მისტიკური და მომხიბვლელია. ტაძრის ტერიტორიაზე ფიკუსის ვეებერთელა ხე-დგას, რომელსაც ადგილობრივები დევატას ხეს უწოდებენ. როგორც ჩვენმა მძღოლმა გვითხრა, ხის ასაკი 200 წელს აღემატება. აქ თუ მოხვალთ, მზად იყოთ, რომ ძალიან დაგესევიან გამყიდველები და გეტყვიან რაღაც შეიძინოთ, რადგან თუმცა მაქსიმალურად გერჩევთ რომ სამწუხაროდ იგნორი გვიწევს ხოლმე ვინაიდან თუ ერთი დაინტერესება დაინახეს, ერთი კი არა რამდენიმე ადამიანი დაგესევათ და ვერ დაათვალიერებთ, ხელს შეგიშლით და მათ კონდეს არ არის კარგი. გამოვიდით გარეთ, ჩვენმა გიდამ ზღომა გვიშველა, ესე რომ ვთქვათ და ეხლა ჩავსხებით მანქანაში. ალბათ წავიხემსეთ ცოტას ვინაიდან საკმაოდ დიდ დრო დავხარჯეთ და მზადების აღდგენა საჭირო და მე გავაგრძელებთ ჩვენს დღევანდელ მოგზაურობას. მენდუტიდან პრამბანანის მიმართულებით დავიძარით. იქამდე სულ რაღაც 50 კილომეტრია, მაგრამ გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, საათიდან საათნახევრამდე სჭირდება იქ ჩასვლას. მოვიდით დღევანდელი დღის ბოლო დანიშნულების ადგილას, რომელსაც პრამბანანის ტაძრის კომპლექსი ეწოდება. ზოგადად არ მიყვარს, როდესაც ერთ დღეს ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს ვნახავ, მით უმეტეს ბორობოდურის ტაძრის შემდეგ, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, თუმცა იმდენად კარგი ადგილია, დავწუნდებით, რომ ესეც არანაკლებ სილამაზის და ისტორიის მქონე ტაძარია. ბილეთის საფასური 400.000 ინდონეზიური რუპია, რაც დაახლოებით 70 ლარი გამოდის, თუმცა ბორობოდურის ტაძრისგან განსხვავებით, აქ შეგვიძლია ადგილზევე შევიძინოთ როგორც ნაღდი ანგარიშწორებით, ისე საბანკო ბარათით. ბილეთის ყიდვისას არის შემოთავაზება, რომ ერთად იყიდოთ ბორობოდურის ტაძრის და პრამბანანის ტაძრის ბილეთები ერთად, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იქ შეზღუდულია შესვლის დროები და თარიღები, მაინც გირჩევთ, როგორც მე მოვიქეცი, წინასწარ დაჯავშნოთ ბორობოდურის ტაძრის ბილეთი ცალკე და აქ მოსვლისას უკვე ადგილზე შეიძინოთ. ცელი ტერიტორია მის სრულად დათვალიერებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ დროს აღარ დავკარგავ და დავიწყოთ მისი აღმოჩენა.
ბრამბანანის ტაძრის კომპლექსი მე-9 საუკუნით თარიღდება. ტაძარი ეძღვნება ტრიმურტის, იგივე ინდუიზმის სამებას, რომელშიც ერთიანდება ბრაჰმა, ვიშნუ და შივა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრამბანანი უდიდესი ინდუისტური ტაძარია, არა მხოლოდ ინდონეზიაში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. სხვა ინდუისტური ტაძრების მსგავსად, ის მაღალი წერტილოვანი არქიტექტურით გამოირჩევა. შუაში მოქცეული ტაძრის სიმაღლე 57 მეტრს აღწევს. მეცნიერთა თქმით, კომპლექსის ამ ნაწილში სულ 240 მცირე და დიდი ტაძარი იდგა. მისი კულტურული ღირებულებებიდან გამომდინარე, ბრამბანანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი. ჩემდა გასაკვირად არც ისე ბევრი ადამიანია აქ. არა და მეგონა რომ არანაკლებ ადამიანი იქნებოდა, რაც ბორობოდურის ტაძარში ვნახეთ. თუმცა ძალიან მომწონს ასეთ სივრცეში სეირნობა. გარშემო არაჩვეულებრივი ხედები გვაქვს, რა თქმა უნდა. ზემ გამოანათა. გადაადგილება ძალიან კარგია და ყველაფერი ძალიან მომწონს. მოვინახულეთ რამდენიმე ტაძარი და უკვე შემდეგ ადგილებზე გადავინაცვლებთ. ბილეთის საფასურში 4 სატაძრო კომპლექსი შედის. ამიტომ შემდეგი სანახავად დავიძარი. კიდევ 2 ინდუისტური მცირე ტაძარია, ბოლო მათგანი კი ბუდისტური. კომპლექსის ეს მოწყობა ტაილანდში მდებარე სუხოტაის კომპლექსს მაგონებს, სადაც დიდ სივრცეში სწორედ 100-ია დაყოფილი ტერიტორია და სხვადასხვა აღმსარებლობის ტაძრებს ხვდებით. ბუდისტურ ტაძართან მიღწევისას ულამაზესი ხედი გადაიშალა. ტაძრის უკან ისლებში გახვეული ვულკანი მერაპი გამოჩნდა. გადავაადგილდებით შეიძლება ითქვას, რომ პარკის ტერიტორიაზე, სადაც ტაძრები გვხვდება და ვისურვებდი, რომ ყოფილიყო უშუალოდ პარკის ტერიტორიაზე ველოსიპედების შემოთავაზება, ვინაიდან ბევრად სწრაფად მოვინახულებდით და ბევრად საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით, ვინაიდან არის გზები ამისთვის, სკუტერებით დადიან ძირითადად. თუმცა ვინაიდან ჩვენ ადგილობრივები არ ვართ, შესაბამისად არც სკუტერები გაქვს, ველოსიპედის გაქირება რო ყოფილიყო, ბევრად სწრაფად შემოვირვენით აქაურობას. თუმცა ფეხით სიარულთაც რა თქმა უნდა საინტერესოა. საკმაოდ კარგად არის მანიშნებლები, მარტივად მიაგნებთ ყველა ტაძარს. ახლა მოვდექით ბოლო ტაძარს, შესასვლელი დაკეტილი იყო ერთ მხარეს, ახლა მივდივართ მეორე მხარეს, იქნებ იქიდან შეძლოთ შესვლა და თუ შევალთ, რა თქმა უნდა, თქვენც გაჩვენებთ. სეუს ტაძარი არის მეორე ყველაზე დიდი ბუდისტური კომპლექსი ცენტრალურ იავაში, რომელიც მე-8 საუკუნეში აშენებული. განლაგება ესეთია, რომ შევხედოთ, ცენტრში დგას მთავარი ტაძარი, ხოლო მის გარშემო 259 ნაგებობა. თავიდან როდესაც ამ ინფორმაციას ვეცნობოდი, ცოტა წარმოუდგენლად მეჩვენა ესეთი პატარა სივრცისთვის, თუმცა მოვედით და დავჭრობდით, რომ ეს შენობები ნამდვილად არსებობს. მართალია რაღაც ნაწილი განადგურებულია, აღარ აქვს ნაგებობების ფორმა, თუმცა მათ ადგილას ის ქვებირითიც აშენებული იყო შენობები, კვლავ არის და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ როგორი ნაგებობები იყო აქ. ისე გავერთეთ ადგილების დათვალიერებაში, ვინაიდან ყველაფერი ძალიან მოგწონდა, ამასობაში უკვე მოსაღამოვდა და მალე მზით ჩავა, ამიტომ ვეცდებით სწრაფად დავათვალიეროთ უკვე ეს ტაძარი და შემდეგ უკვე დავიძოთ მანქანისკენ და დავბრუნდეთ იოგიაკარტაში. ვინაიდან დღის ბოლოა, ტურისტებისგან სრულად დაცლილია ეს ტერიტორია. იმის მიუხედავად, რომ დღეს ბევრი საინტერესო და განსხვავებული ტაძარი მოვინახულე, სეუს ტაძარი ამ შთამბეჭდავი დღის ბოლოს ლამაზი აკორდია. აქედან კვლავ ქალაქში, ჯოკიაკარტაში დავბრუნდებით. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში გავეცნობით ტრადიციულ სამზარეულოს და ვილაშქრებთ ბრომოს ვულკანისკენ. არ გამოტოვოთ.